8 მარტი ქალთა უფლებების დაცვის დღეა. იგი აღინიშნება 1972 წლიდან გაეროს ასამბლეის მიერ. თუმცა მოძრაობა ბევრად ადრე დაიწყო 1900-იან წლებში, სადაც ქალები ეტაპობრივად იბრძოდნენ სხვადასხვა უფლებებისთვის. 1970-იან წლებში კი უკვე აქტიურად მოიპოვეს ხმის უფლება, მუშაობის უფლება და სხვა უფლებები. საქართველოში ეს მოძრაობა ბევრად ადრე იყო დაწყებული და უკვე 1921 წელს ჩვენ გვყავდა ქალი დეპუტატები. თუმცა სამწუხაროდ მოხდა ამ დღის მარგინალიზაცია და მხოლოდ რაღაც ქალებისთვის ყვავილების ჩუქების დღედ გადაიქცა ან რაღაც საჩუქრის და თითქოს და ისეთი შეგრძნება 21 საუკუნის სამყაროში, რომ ამ დღემ მისი ღირებულება დაკარგა და ის ბრძოლა, რომელიც ქალებმა აწარმოეს თანასწორობისთვის, თითქოს და არ არსებობდა. თუმცა დღეს ჩვენ ფემინისტი ქალები ვაცნობიერებთ, რომ ბრძოლა ნამდვილად არ დასრულებულა. დღესაც საქართველოში საშუალო ხელფასი მამაკაცებს ბევრად მეტი აქვთ ვიდრე ქალებს. დღესაც ქალებს აქვს უამრავი საათი აუნაზღაურებელი შრომის, რომელსაც ოჯახებში ატარებენ და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქალებმა დავიცვათ ჩვენი უფლებები და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში მეხუთე მიზნად ზუსტად ქალთა და გოგონათა თანასწორობა არის აღნიშნული. შესაბამისად, გვინდა რომ მეტი ინკლუზია იყოს სამყაროში, მეტ ქალს მიეჩნდეს თვითრეალიზაციის საშუალება, იმიტომ რომ გონია რომ ინკლუზიური სამყარო ბევრად კარგია, ბევრად მრავალფეროვანი და კეთილია, ვიდრე მილიტარისტული სამყარო, რომელშიც მხოლოდ ომია, ადამიანის მკვლელობა და სხვა. განსაკუთრებით ქალთა მოძრაობაში მნიშვნელოვანია უმცირესობების ხმა, ანუ ქალების, რომელიც სხვა ნიშნითაც არიან დევნილები საზოგადოების მიმარხიდან, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები, რომელიც ვერ ჯდებიან სამწუხაროდ თანამედროვე ქალური სილამაზის ჩარჩოებს ქალურ სამყაროში და ისინი ხშირად არიან გარიყული სხვა ფემინური მოძრაობებიდან და ჩვენ გვინდა შშმ ქალებმა ვაჩვენოთ საზოგადოებას და ფემინისტ ქალებს, რომ ჩვენც მათი თანამებრძოლები ვართ, არაფრით არ ჩამოუვარდებით და ჩვენც გვაქვს ფემინისტურ მაგიდაზე ჩვენი ადგილი და ჩვენი სიტყვის თქმის უფლება. იმიტომ რომ გონია რომ ზუსტად იმიტომაც უნდა აღინიშნებოდეს ეს დღე, რომ არც ერთი ქალი არ უნდა იჩარგრებოდეს და არა იმიტომ, რომ უბრალოდ რაღაც დღესასწაულია.